ეს არ არის ისტორია საშინელებათა ჟანრის ფილმიდან. სანდრო სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. ძალიან გონიერი და კონტაქტური იყო. საუბარიც მალე დაიწყო. ბავშვი ისეთ სითბოს გამოხატავდა ქუჩაში უცხო ადამიანების მიმართ, რომ ხალხი ჩერდებოდა. სესავით ბიჭს რომ ოფერებოდნენ. ერთ დილითაც დედამ გეგმი ურაცრაზე წაიყვანა. მოულოდნელად მზე ღრუბლებში დაიმალა. ცა გაშავდა. ძაღლების განწირული ყმუილი კი ზეცას ხვდებოდა. 10 წლიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ სანდრომ საუბარი და ადამიანებთან კონტაქტი შეწყვიტა. სინათლეს თვალს ვეღარ უსწორებს. ოთახში სადაც ბავშვია არ შეიძლება ტელევიზორის ჩართვა, სინათლის ანთება და ფარდების გაძევა. ბიჭუნას ორგანიზმი არანაირ საკვებს არ იღებს უკვე 5 წელია, მხოლოდ გადამუშავებული წიწიბურა. ყველაზე საშინელება კი ისაა, რომ სანდრო იტანჯება. თურქი ექიმები გაეცნენ ბავშვის ამჟამინდელ მდგომარეობას და 90% იმედი არის, რომ ისევ ისეთი სანდრო დაგვებრუნდება, მაგრამ რა ქნას მარტო ხელა დედამ, რა გაყიდოს, მას ხომ საკუთარი სახლიც კი არ აქვს. გახსოვდეთ, პატარა სანდროს უკვე ელოდებიან თურქი ექიმები, პატარა ანგელოზი კი თქვენ გელოდებათ. ღვთისმშობელი